მაგათ ხოდათ საბუთი ყველაფერი წესრიგში ჰქონდა ასე ლაპარაკობდნენ არ ვიცი აჩვენოსო გამგებელმა იცის ყველა იცისო და დააჭრეს დღის მზისი და წაიღეს ყველა საქმე კურსი რო არისო მე რო გამაკეთებინა მაშინ დაჭერილი მიქნებოდი მაგრამ როცა თქვენ აკეთებენ მაგათ არავინ არ იჭერს ჩემი მოთხოვნა არის და აღადგინო როგორც იყო ისე გააკეთო ყველაფერი მოიყვანო წესრიგში ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ და ემსთავრობას საგაშვილს თუ გადაყვა არ ვიცი რატო გამოხდები ჯოდის მერჯას მილები რას ვაპატასებდა წყალის აუზის ამბავს. ეს იქნა მოჭრილი, რომელსაც ჭირდებოდა ეს მოსახლეობა ძალიან ჭირდებოდა. ამას ვაპროტესტებ ჩვენ და ვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისათვის რაიმე ზომები მიიღო. დაკვეთით არის ლალიანთიას ხალხმა წაიღო ეგი. კიდევ ვინ იყო ვინ ფიგურირებდა მეტყვი? კიდევ არ ვიცი ვინ ფიგურირებდა, ძალიან ფიგურირებდა ლალიანთია. თვითონ მოვიდა ეს კაბა? არა, თვითონ არ გამოჩენილა. მანქანა გამოუშვა, მოჭრეს და აიღეს. დაძვირთეს მანქანა და წაიღეს. ახლა ვითხოვთ ალბათ უკან დაბრუნებას, ხო? ჰა? რას ითხოვთ? რას და იმას ვითხოვთ რომ ზომები მიიღოს ხელისუფლებას რატომ წაიღეს და რისთვის წაიღეს. მაგრამ პირებთან მიმართოთ პროკურატურას. ჯერჯერობით არა და ველოდებით პასუხს და მე უფრო დიდ მასშტაბიან აქციებს გამართა. გენადი ბჟინავა. არის მტკნარი სიცრუე, ჩემთვის უცნობია ვინ გაიტანა ეს აუზები, წყლის აუზები. ეს წყლის აუზი, რომელიც დარჩილში იყო განთავსებული, არ არის გამგეობის ბალანზე, გამგეობა არ არის კომპეტენტური გასცეს რაიმე განკარგულება, არც ესეთი განკარგულება, არც წერილობითი, არც სიტყვიერი გამგეობიდან არ გაცემულა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტი არის სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც ცნობილი და მუნიციპალიტეტის გამგეობა მიესალმება თუ დროულად გამოვლინდება დამნაშავე და დაიჯება შესაბამისად.